ალისამ ძალიან შეცვალა ჩემი ცხოვრება. ვერ წარმომიდგენია რა იყო აქამდე. არ ვიცი როგორ ცხოვრობდი მის გარეშე. ამ 5 წელმა გადაწონა რაც მიცხოვრია იქამდე, სანამ მეყოლებოდა შვილი. სახელი მიშამ დაარქვა. ალისა ძალიან გავს მამას. უნდა რომ მამასავით ბევრი ენა ისწავლოს. სიმღერას რაც შეეხება, თავიდან მეგონა რომ არ ქონდა სმენა და მიშასავით ყრუ იყო. თუმცა ახლა მღერის, ფორტეპიანოზე დადის. მიშასთან სანახავად ძირითადად თვეში ერთხელ დამყავს. ძალიან უყვარს მამა. მე ასეთი მიშა სხვა დროს არ მინახავს. სულ სხვანაირია ალისასთან. ალბათ ამას აქვს რომ გაუჩნდა თან გოგოა. მეც კი ვერ წარმომედგინე რომ მიშა შეიძლება ასე იჯდეს. ალისამ თავზე ბაფთები გაუკეთოს და რაღაც სისულელეებზე ელაპარაკოს. მე უფრო მაყურებელი ვარ მათთან, რადგან მთელი დრო ის ბავშვთან ურთიერთობს. სულ მთხოვს ჩავრთო რაღაც აქტივობებში და უფრო მეტად დავაკავო. ალისკას ძმებთან აქვს ურთიერთობა, ძირითადად უფროს ძმასთან. ნიკუშა სულ წასულია და მოგზაურობს. ედუარდი როდესაც ჩამოდის, ყოფილა ჩვენთან რამდენჯერმე და ძალიან თბილი და კარგი ადამიანია. გიულისთანაც ძალიან მეგობრული ურთიერთობა აქვს და სულ უნდა გაუზიაროს თავისი სიახლეები და მიღწევები. გადაყოლილი ბებია. ალისას მიშა სულ სწრაფობა აქვს და მაგას ამოვიღებდი მისი თვისებებიდან და ჩემგან დაუმატებდი თავშეკავებულობას და თმენის უნარს. იმიტომ რომ სულ სწრაფობის გამო ბევრი შეცდომა მოსდის მიშას. სიფიცხე აქვს კიდევ მიშასი და ამასაც ამოვიღებდი. კარგი, რაშიც მიშას გავს არის ის რომ შეუძლია მარტივად მოგიბოდიშოს. მე ბედნიერი ვარ რომ მყავს ალისა. თავარი ბედნიერება მყავს ეს. იმ ყველაფრის, განვლილი ცხოვრების და ტკივილების დამსახურებაა. ამიტომ არაფერს არ შევცვლიდი. ნაწყენი ძალიან ბევრ ადამიანზე ვარ. რა თქმა უნდა, წყენა მიშასთანაც მქონია, მაგრამ მე უფრო ბევრი კარგი მახსოვს. ამიტომ ეს ის მომენტია, რომელზეც მხოლოდ მასთან ვილაპარაკებ, როცა მოვა ამის დრო. მე მჯერა. ან შეიძლება რაღაც ასაკში მემუარები დავწერო. იქ აუცილებლად დავწერ ჩემს განწყობებზე და გრძნობებზე. ხალხს რომ გონია, რომ ყველაფერი იცის და სინამდვილეში არაფერი იცის, აი აქ დაიბადება ბესტსელერი. თქვა სოფო ნიჟარაძემ.